პირველი იმას მოგახსენებთ, რომ ფაქტია, რომ ჩვენი სისხლით მორწყულ რუსთაველზე აცეკვეს და ამღერეს ხალხი მეორე დღეს. სრული მაგ სიტყვის მნიშვნელობით ლაპარაკობ, ცოტა სევდანარევი. ვით, ეხა მე ვერ მოვთხოვ იმათ პასუხს, ვინც იცეკოდა, მაგრამ ფაქტია, რომ აცეკვეს და ამღერეს ხალხი. ეს არ იყო მარტო აღლუმის ჩვენი სისხლით მორწყულ. ეს იყო სადამსჯელო სპეცოპერაცია, რომელიც მიზნად ისახავდა მხოლოდ ერთ რამეს. მთელი საქართველოსთვის იმის ჩვენება რა დაგემართებათ, თუ ჩვენ წინააღმდეგ ხმას ამოიღებთ. მოდით ესე თქვა პირდაპირ. ყველა ვიცით რა ხდებოდა ბიზნესის რეკეტის კუთხით და ღამის ნოტარიუსების თემები და ასე შემდეგ. მაგრამ ფართო საზოგადოებისთვის იმ მომენტში, როცა იყო ძალიან დიდი სიმცირე თავისუფალი აზრის ტელევიზიით თუნდაც გამოხატული. არ იყო სოციალური ქსელები, ეხლა წამებში ვრცელდება ინფორმაცია. ის ფართო საზოგადოებისთვის ის ფაქტები არ იყო ესე მრავლად ცნობილი. და ამ ოპერაციით, ამ სასაკლაოთი, მთელ საქართველოს დაანახვეს, რომ უნდა გაჩუმდნენ. მე მახსოვს, რომ რაღაცა პატარა ჯგუფი სხვადასხვა ოპოზიციურად განწყობილი პარტიების მეორე დღეს რუსთაველზე, როგორც მახსოვს, ეს იყო რუსთაველის მეტროს თავზე შეიკრიბნენ. და ჩვენ ორი დაჭრილი ოპერაციები კაცი გამოვედით მაინც. და მივედით ერთი 10 წუთით, იმიტომ რომ ძლივს ვიდექით რა ფეხზე, იქიდან გამომდინარე, რომ ყველაფერ უბედურებასთან ერთად რა თქმა უნდა ტვინის შერყევა ორივეს ჰქონდა რა. წამოყვა ორი ახლობელი და მიგვიყვანეს, რომ და ეს იყო რა, იცით, იმ მომენტისთვის. რაღაცა ის გაბრძოლების იმდენად იყო ხალხი დაშინებული, ყველამ გაიგო ყველაფერი, ჯერ კადრები წესიერად ნანახი არ ქონდათ, მაგრამ ხალხი ჩურჩულით უყვებოდა ერთმანეთს, თუ რა სასაკლაო და რა უბედურება მოხდა. ყველა რევსით უნებლიეთ თავისთვის ფიქრობდა ისეთი სისხლიანი შოუ მოაწყვეს, რომ მეც შემეხება, ჩემ ოჯახსაც შეეხება, ნათესავსაც შეეხება. დაშინება ძალიან მარტივად თქვენ კითხვაზე რომ უპასუხო, ეს იყო მიზანი იყო კიდევ უფრო დაშინება საზოგადოების. ფაქტია. მაგრამ მოიმკეს ჩემი ღმერთწმენით, ის რაც მოიმკეს ზუსტად ერთ წელიწადში, წელიწადი და 5 თვე ავიღოთ, 1 ოქტომბერს მიიღეს ძალიან ვაშკაცური, გემრიელი და ძალიან სწორი პასუხი რა, სამართლიანი პასუხი ქართული საზოგადოებისგან. ფაქტი ეგ არის. მიზეს შედეგობრივ კავშირს რო ვიძახით, ეს არის ზუსტად. მიიღეს ის, რაც დათესეს.